აჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები მეშასე შოკოლადის, მარწყვის, ვანილის ზერ, მარტო შენთვის ბევრი ხომ არ იქნება ამდენი ნაყინი? არა, და საერთოდ პატარა ულუფებია. კარგი, დამითანხმე. გექნება ნაყინი. სულაც არ არის პატარა ულუფები. ყელი რომ აქტივდეს. არაფერიც არ ამტკივდება. ამ ქვეყნად ყველაზე ჯანმრთელი პტერადაქტილი ვარ. კარგი, ჩვენ ნაყინის მოსატანად წავალთ. აქ დაგველოდე. თორემ ვინ იცის შეიძლება ადამიანებმა შეამჩნიონ. რომ დრონს ნაყინი უყვარს? კარგი, თანახმა ვარ. აქ დაგელოდებით. ოღონდ იჩქარეთ. ბანანის ნაყინის წამომიღეთ. ეს რა ხდება? ავა თუ გახდება, შენი ბრალი იქნება. კარგი რა, ნელა შეჭამს და არ გაცივდება. მოიცადე, სად არის? ზერ! სტრესი მაქვს. ახლა ხან დავინახე, რომ ნაპირის ნაწილი მდინარეში ჩავარდა. ტობიკი გადავარჩინე. გემირული საქციელი ჩავიდინე. ხომ არ გვატყუებ? რატომ უნდა მოგატყუოთ? სოფლიოში ყველაზე მართალი პტერადაქტილი ვარ. გამომყევით. ყველაფერს გაჩვენებთ. რა საშინელება? ამის ასე დატოვება არ შეიძლება. მაგრამ რა გავაკეთოთ? ფერდობი გავასწოროთ და გავამაგროთ. აი, სპეციალური ეკო-ბლოკები არსებობს ნაპირების გასამაგრებლად. შეგვიძლია ჩვენი პრინტერით დავბეჭდოთ. ხომ ასეა ზერ? რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბეჭა, პრობლემა გვაქვს. ნაპირს კი გავამაგრებთ, მაგრამ აქ ხომ მცენარეებია. ბლოკებს თუ დავდებთ, დაიღუპებიან. ესე იგი სხვაგან უნდა გადავრგათ. და სანაპიროს რომ გავამაგრებთ, შესანიშნავი ადგილი გამოვა გასეირნებისთვის. არაჩვეულებრივი გეგმა, ბედია. ბლოკებს დავბეჭდავთ, მე კი ადგილამდე მივიდან. შენ მცენარეებს გადარგავ. თორი ფერდობს გაასწორებს, ანკიკი მას გაამაგრებს. ტრაკ შენ ბლოკებს ჩემზე დატვირთავ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ შემოღობაა საჭირო, აი, ასე. ტრაქშენ აქ დარჩები. ბაზაა დასამალი. ისევ გამოვტოვებ ყველაზე საინტერესოს. აი, კიდევ ერთია. ხო, ახლავე. დო, ყველა მცენარე გადაარჩინეთ? არი ნერვიულო, თორ ყველაფერი კარგადაა. მაშინ დავიწყოთ.
ანკი გაასწორე? კიდევ გაასწორე? აი, ისევ მიწევს ყველაზე მეტი მუშაობა. ყველაზე მეტი. რა სილამაზეა. არა ბულ. კარგად ვიმუშავეთ. მე მგონი ყველამ დავიმსახურეთ ჯილდო. მე მგონი ვიცი რას მოითხოვს. მე მგონი მეც ვიცი. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო ვიდრე აი აქ სანაპიროზე ჯდომა და დაისით თკბობა. აი ასე უყურებ ამ სილამაზეს, ჭამნახინს და ასეთი სასაცილო რა ვთქვი? მე ხომ სილამაზეზე ვზრუნავ. ეს რა არის? კატამ SMS-ი მოგწერა, გახსენი? ეს ვინ არის? და ენას რატომ მიყობს? ბებია, სმაილია. სიტყვების მაგივრად იყენებენ, შეხედე? კატამ მოგწერა, რომ კარგ ხასიათზეა. კიდევ ენა გამოგიყო. ვუპასუხოთ? აუცილებლად. აბა, სად არის აქ ეს სმაილები? კი, მაგრამ ბებია, ენას რატომ მიყობ? შენ რატომ მიყობ ენას? მან პირველმა დაიწყო. ახლა აღარც დავრეკავ, აღარც დავწერ, სმაილებს დავხატავ. მართლა. საგზაო სამსახურს ეს დიდი ხნის წინ უნდა აეღო. აი ასე, წვეთავს უნდა შეკეთდეს. აი ასე. უნდა შეიღებოს, ხე უნდა მოირწყას. ვნახოთ როგორ მუშაობს ეს სმაილები. ცხელა. ტბაზე წავიდეთ. ტურბოზავრებო, წინ! ადი მოუაროთ. შეჩერდით, აიცადეთ. ეს რა არის? რაღაც ნახატებია ქვებზე. გუშინ აქ არაფერი არ ყოფილა? იქნებ წერილია. წერილში კი წერია, რომ მიწა უნდა გავთხაროთ და ქვები გადავაადგილოთ? რა იყო? იქნებ ვინმეს უნდა რომ ეს ქვები ამოვთხაროთ და გზიდან მოვაშოროთ. ეგ ვინმე ვინ არის? აი მისი ხელმოწერა, გატეხილი ჰანტელია. ალბათ ვიღაც ძალოსანია. ფიქრობს რომ ამ ქვების ამოთხრას ვერ შევძლებთ. და შევძლებთ? კი, შევძლებთ. ჩაუშვი? ასწია. ახლა სადმე უნდა დავაწყოთ? იქნებ ტბაზე წავიღოთ. ამ ქვებიდან გადმოვხტები ხოლმე. მეც. ისე წერილია და საიდუმლო ნახატები. ნიჩბიანი კაცია. უნდა გავთხაროთ? ამას ცოცხი უჭირავს? იქით უნდა წავიდეთ. შემომხედეთ. ახლა მებაღე ვარ. შეჩერდი, ფესვები, მიწაში მეორე მხრიდან ჩადე. მზად არის. დავამთავრეთ. არ უნდა მორწყათ? ახლავე.
აი ასე. ყველა დავალება შესრულებულია. სასარგებლო ნიშნები ყოფილა. ბებიამ ნახატი გამოგზავნა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ უნდა გავამარგლოთ. და ხელმოწერა 2 ბალი. კარგი გატეხილი ჰანტელი, ბალი, იქნებ. სათვალე. აი თურმე ვინ დახატა ნიშნები. და ჩვენ არ გვეკუთვნოდა. სხვისი სამუშაო შევასრულეთ. ეს რა არის? დეკორაციებია? საწასულ ხართ, პეტა. დინოზავრები? კარგი, ვნახოთ. თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაკი კი სახლს ააწყობს. ტურბოზავრებო წინ! აქეთ ვიღაც მოდის. დაიმალეთ. შეხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა.
თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი. ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხა თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არა აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო. ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! იპოლიტ, ნუ ცელქობ. იცით, გუშინ ჩვენს პარკში სეირნობდი. ნეტავი იქ სათვალიერებელი კოშკია ეშენებინათ. მაშინ ზევიდან მთელი ჩვენი ლამაზი ქალაქი გამოჩნდებოდა. იდეა მაქვს. ძველი კოშკი გახსოვს? აჰა. შეგვიძლია სათვალიერებელ კოშკად გადავაკეთოთ. იპოლიტ. დღეს რა უნდა გავაკეთოთ? დღეს ჩვენ დღეს ჩვენ კოშკს გადავიტანთ. რა? სად? რა? რომელი კოშკი? ყალსაწნევი. წამოდით, გზაში ყველაფერს მოგიყვებით. ტურბოზავრები ყოველთვის მზად არიან მეგობრების დასახმარებლად. აი ისიც. რა მაგარია? აბა რას გეუბნებოდით, მაგარი კოშკია რა? ეს კოშკი ტრაქზე მაღალია. ვერ ავწევთ. ვინ ვერ აწევს? აბა ახლა მიყურეთ. ტრაკ მოიცადე. ახლავე აგიხსნით ყველაფერს. აი რა მოვიფიქრეთ. ჯერ თორი ტერიტორიას გაწმენს. შემდეგ ტრაკი და ანკი სახურავს მოხსნიან. შემდეგ ტრაკი მოხსნის სარტყელებს. თორი კი ფუნდამენტს გაათავისუფლებს. ტრაკი და ანკი კოშკს ნაწილებად დაშლიან და ბულის პლატფორმაზე დატვირთავენ. რა კარგი ნატურმორტია? საოცარი მსგავსება. ამოცანა გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო, წინ! თორ, შენი ციცხვი გამოიყენე. Атки, выдвини стрелу. ჯანჯიკები უნდა შევინახოთ, თორემ დაიკარგება. შვიდად, ახლავე შევინახავ. ტურბოზავრებო, წინ! ჯობია წავიდე, ფოტოები გადავიღო.
очень низкий. ხიდი ძალიან დაბალია. ტრაკი მის ქვეშ ვერ გაივლის. ერთი იდეა მაქვს. ახლა ვეგაჩვენებთ. უცნაურია. გუშინაც გავიარე აქ და ეს კოშკი არ ყოფილა. პეტია და კატია რას აკეთებენ აქ? ალო? იცით რომ პეტია და კატია ქალაქში წყალსაწნევი კოშკით დასეირნობენ? რა თქვით? იპოლიტ, მომყევი. მეგობრებო, კარგი გამოვიდა რა? მაგარია. ო, მაგარია. კი, მაგარია. კოშკი მოძებნე, ტობიკ, მოძებნე. აი, სად ყოფილა. ტობიკს ვერ დაემალებით. პეტია, კატია, აი სად ყოფილხართ? პებია, მე და კატია ვუყურებდით როგორ დგამდნენ სათვალიერებელ კოშკს. საოცარია. გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, კოშკი კი უკვე დადგეს. სასწაულია. სასწაულია. რა თქმა უნდა, სასწაულია. იპოლიტ, არ მოგბეზრდა? რა თქმა უნდა, არ მობეზრდა. ის ხომ ბებიას გავს. რას გულისხმობ? იცი, ყოველთვის ვოცნებობდი, რბოლაში მიმეყო მონაწილეობა. მართლა? და რომელი ადგილი დაიკავე? არაფერი არ გამომივიდა. ძრავა თითქმის სტარტისთანავე ჩამიქრა. ახლა ჩემთვის რბოლაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მეტის მეტად გვიანია. მომდევნო კვირას ქალაქში რბოლა ჩატარდება. ვიცი? მოდი ბებია სიურპრიზი გავუკეთოთ. რბოლაში მივაღებინოთ მონაწილეობა. მანქანა? დოდა ვითანხმოთ. და როგორ ავუხსნათ თვითონ რატომ მოძრაობს? რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ნამდვილი რბოლა იქნება? სხვა მანქანებს შევეჯიბრები? მართლა? ჯერ არ ვარ მზად. მე ვიქროლებ და ვიბრწყინებ. ხო, ბებია კი საჭესთან იქნება. მაშინ იმის თქმა მოგიწევთ მისთვის ვინ ვარ წინამდვილეში. მეგობრებო, გპირდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ჰო, ბებია უბრალოდ მანქანაში ჩაჯდება, ის თავისით სავა და ბებიას არ გაუკვირდება. სწორედ ასე იქნება. ნახოთ ეს როგორ გამოგივა. არ ვიცი. რა აქვს განსაკუთრებული? მოგესალმებით, თქვენი მანქანა მზად არის ექსპლუატაციისთვის. საგზაო დაფარვა სტანდარტულია, მეტეოროლოგიური პირობები სტანდარტულია, მაგრამ მოსალოდნელია ნალექი. ის ლაპარაკობს? და შენი ბრძანებები ესმის? შენ თვითონ დარწმუნდი? ახლა დოს ვერაფერი შეუშლის ხელს გამარჯვებაში. რა ძლიერი წვიმა? იმედია სარბოლო ტრასა არ დაზიანდება. დილით შევამოწმოთ. ნუ თუ ბებია რბოლის გარეშე დარჩება. რა თქმა უნდა არა, ტურბოზავრები დაგვეხმარებიან.
რას ამბობთ? რა თქმა უნდა ყველაფერს შევაკეთებთ. დორბოზავრებო, წინ! ანგი, შენ ტრიბუნებს წამოიღებ და ადგილზე დადებ. ტრაკ, შენ საბურავებით შემოღობვას მიხედე. მე ტრასას აღვადგენ. თორ, შენ კი მას გაასწორებ. დო, შენ საფარის ხარისხს შეამოწმებ. ზერ, აქ ვარ. შენ მონიშნებს და ფინიშის ზოლს აღადგენ. ვაშა! ბაშა! რბოლაში გავიმარჯვე. გიყურეთ. ბაშა! ახლა მხოლოდ ერთი აუხტენელი ოცნება დამრჩა. რა ოცნება? მინდა კოსმოსში გავფრინდე. რა იყო? იქნება ასეთივე სასწაული რაკეტა გამოჩნდეს ავტოპილოტით. შეიძლება ოდესმე გამოჩნდეს კიდეც. რა მშვენიერი დღეა. აბა, დავიწყოთ დილის ვარჯიში. რატომ ღაც არ მინდა ვარჯიში? წავალ გავირუჯები. შეხედე, ანკი! რა კარგად დაფრინავს ზერი. ნეტა მეც ვისწავლო ფრენა. მაგარია. ეთხოვან დავიძინე და ეს მესიზმრება. მაგარია. როცა გავიღვიძებ, აუცილებლად ვთხოვ ზერს ფრენა მასწავლოს. ზერ, დამელოდე. ანკი! ანკი, შენ რა დაგეძინა? ზერ, ახლა სიზმარში ისე დავფრინავდი. შეგიძლია მასწავლო. ფრენა? რა პრობლემა? ახლა ვაგასწავლე. სანამ ფრენას შეუდგები, უსაფრთხოების ტექნიკის კურსი უნდა გაიარო. ფრენა როდის უნდა ვისწავლოთ? მოიცოდე, ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა. მაშასე. ესე. კითხვები გაქვს? ანკი, შენ რა გძინავს? ვის ძინავს? ყურადღებით გისმენ. მაშინ შეგვიძლია ფრენაზე გადავიდეთ.
აფრინდი, ოღონდ ძალიან მაღლა არა. მე ხომ ფრენა არ ვიცი. შენი უსაფრთხოების ტექნიკით საბოლოოდ დამაბნიე. ისიც დამავიწყდა, რომ ფრენა არ იცი, მაგრამ არა უშავს. რამეს მოვიფიქრებთ? აი, ხომ გითხარი, რამეს მოვიფიქრებთ მეთქი? დარწმუნებული ხარ, რომ ეს უსაფრთხოა? რა თქმა უნდა, ეს ხომ მუხის კერქია. ის რკინაზე უფრო გამძლეა. პატარა შეცდომა გაიპარა. სიჩქარეს რომ აკრებ უნდა გაფრინდე. გამარჯობა, მეგობრებო. ზერი და ანკი სად არიან? ცოტას დააფრინდები. გასაფრენი ბილიკი ცოტა მოკლე აღმოჩნდა. სხვა დროს გამოვა. და რა ხდება საერთოდ? ახლა ვიაგიხსნით ყველაფერს. ანკი მთხოვა მისთვის ფრენა მესწავლებინა. ჰოდა ზერ, ურიკასი ადვილად ვერ აფრინდება. მას ტრამპლინი სჭირდება. ტრამპლინი? ეს არის მოედანი, სადაც ანკი სტარტს აიღებს. ეს ურიკის თავკავია. ეს ტრამპლინის სამაგრია. ეს კი ის მოედანია, სადაც ანკი დაეშვება. მართლა გავფრინდები? რა თქმა უნდა. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! მაშასე ბული და თორი ტრამპლინისთვის მოედანს მოამზადებენ. ტრაკი და ანკი მასალას მოაგროვებენ. ზერი და დო დაშვების ადგილს მონიშნავენ. გარანტიოზული ამბავი იქნება. წარმატებას გისურვებ, ანკი. ფრთხილად იყავი. დელტა პლანი არ დაკარგო. ის ბებია საყვარელი სუფრისგან გავაკეთეთ. უნდა დააბრუნო. მოემზადე? ყურადღება? წინ! ანკი! 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 ვაშა! აშა! ფრთხილად, მარჯვნივ, მარჯვნივ, მარცხნივ, მარცხნივ. აი, ასე. ფრენა გასწავლე. ძალიან მაგარი იყო. შენ შეგიძლია სიმძიმე მისაწევა მასწავლო. ადვილად. მაგრამ ჯერ უსაფრთხოების ტექნიკა უნდა აითვისო. ტურბოზავრები. ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ვაშა, ზოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ. თამაში ჯერ არ დასრულებულა. ბურთი სად არის? გაფრინდა. და ვინ წავა მის მოსაძებნად? მეკარეს უფლება არ აქვს კარი მიატოვოს. მე მოვიდან თქვენს ბურთს. გამარჯობა, შენ ვინ ხარ? ტაბიკ, ჩემთან? აქეთ ადამიანი მოდის, თანაც მარტო არ არის. ტურბოზავრებო, დაიმალეთ! გამარჯობა, სტეპან პეტროვიჩ. გამარჯობა, ბავშვებო. მანქანები ტყეში უცნაურია. თქვენ აქ რას აკეთებთ? კაჭას ფეხბურთის თამაშს ვასწავლი. ტაბიკ, ჩემთან მოდი. აქ მაინც არაფერი ხდება საინტერესო. ტაბიკ, რატომ ხედ? წამოდი, სახლში წავიდეთ. დღეს ვეტერინართანაც უნდა წავიდეთ. მორჩა, წავიდნენ. რა მოგივიდა, ანკი?
შენ რა ვერ დაინახე რომ ტობიკს დო მოეწონა? რატომ გაგიკვირდათ? ბოლოს და ბოლოს ჩვენ შორის ყველაზე ლამაზი მე ვარ. მოიცადე. მე დაგავიწყდით? კარგად შემომხედეთ. ფრთები მაქვს, ბიცეპსები. უკვე იყავით ვეტერინართან? ტობიკი სად არის? გაიქცა. როგორ? ქალაქში მოტოციკლს გაეკიდა და დაიკარგა. ვეძახდი, მაგრამ არ დაბრუნებულა. უნდა ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. ეჭვიც არ შეგეპაროთ. რამის თქმა გინდა თორ? ქალაქში ბევრი ქუჩაა. ფიქრობ ტობიკი რომ ვიპოვოთ, უნდა გავიყოთ. მართალი ხარ. ტორბოზავრებო წინ! ტობიკი ვერ ვიპოვეთ. ის ხომ დაიღუპება. ტობიკი ძალიან პატარაა. ქალაქი კი უზარმაზარია. გესმით? სადღაც ქვევითა ალბათ ჭაში ჩავარდა. ული და ტორი, მიწა გათხარეთ. ანკი, შენ მილისაწევა მოგიწევს. ტრაკ, ტობიკი ფრთხილად უნდა მოიყვანო. შენ კი, დო, მიანათე რომ მეტი სინათლე იყოს. ტურბოზავრებო, წინ! ყველა საქმეს აკეთებს მე კი არავის გავხსენები ვარ. იქნებ მეც მინდა ბრძანებების გაცემა. უფრო სწორად. ფრთხილად. აი ასე. ყურადღება? ისტორიული კადრი. ზაღლი დინოზავრის მეგობარია. ძალიან ლამაზი ვარ, ასე არ არის? მოიცადეთ, რაღაც მოხდა. ბებია, ბიბლიობუსი მოვიდა. ამჯერად რომელი წიგნი წამოგიღო? მეკობრეებზე? ზღაპარი? იქნებ კოსმოსის ისტორია? კარგი ვნახოთ რა აქვს ჩვენთვის ბიბლიობუსს. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? შეგიძლიათ ჩრდილში დაისვენოთ. რამდენი სხვადასხვა წიგნი აქვს?
გაუჩიე? ჩემი საყვარელი სერია საბავშვო დეტექტივები. ასეც ვიცოდი. რა ხდება? ბებია! ბებია, ბიბლიობუსი დაგორდა. ბებია, გააჩერე. ავტობუსი უნდა შევაჩეროთ. ტურბოზავრებო, წინ! დო, შენ ყველაზე სწრაფი ხარ. კატია და პეტია წამოიყვანე. ჩახდით. კარგია, მას დავეციეთ. შემდეგ რა ვქნათ? იქნებ კართან ახლოს მივიდე, ბებია კი ჩემთან უკანა სავარძელზე გადმოხდეს. დო, ბებია სწრაფად მიმავალი ავტობუსიდან ვერ გადმოხდება. მართალი ხარ. ეს სათადარიგო გეგმა იქნება. არა, ეს ნამდვილად არ მოხდება. შეხედე, ზერი აქ არის. ზერ, ფრთხილად! მე ზუსტად ეს მინდოდა. ო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ბიბლიობუსის გაჩერება გვინდა და დახმარება გვჭირდება. დახმარება უკვე გზაშია. შეხედეთ, გზა მთავრდება. სანამ ავტობუსი დაღმართზე მოძრაობს, მას ვერ შევაჩერებთ. შეუძლებელი არაფერია. ახლა თუ ვერ გავაჩერებთ, ვაიძულოთ ზევით იმოძრაოს. შესანიშნავი იდეა, სერ. ტრაკი და ანკი იპოვე. მათი დახმარება გვჭირდება სასწრაფო. თორ, 30 გრადუსიანი დაქანება გვჭირდება. ტრაკ, შენ აღმართი უნდა გაასწორო. მე კი ვეცდები ავტობუსი გადასახვევისკენ მივმართო. დიდი მადლობა რომ მოხვედით. ვფიქრობ, აი ამ წიგნებს ავიღებ იპოლიტისთვის და სატვირთოების მხიარულ თავგადასავლებს, თუმცა მოლაპარაკე სატვირთოები რა თქმა უნდა არ არსებობენ. ო, მოლაპარაკე სატვირთოები. ძალიან სასაცილოა. მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე სამს არა, სამი ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად ერთი კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ ერთი? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ო, ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ. ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დაორგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი?
სად არის? მოდით სასწრაფოდ დავდგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერიას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერია. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ. ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ, ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბები ეჭხობობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავსაყრელზე. ჩვენ გავიტან და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო წინ! საინტერესოა. მე ვიტყოდი რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწა მოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მაშინ მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია. მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აგწიე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ, ტრანშია გათხარე ტბისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ. კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით ყოჩაღები ვართ. დაწვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ დაგხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდურის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდურების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასი ვით გემრიელია? როდემდე შეიძლება? 3 დღეა თავს ხმაწვიმა. რადიოთი გადმოსცეს, რომ მალე შეწყდება.
შეწყდა. მორჩა. ვაშა! პრაუცნიური საფი გამოაქვეყნა ზერმა, შეხედე. ო, ფოტო არ გამოვიდა. მე კი მგონია რომ შველას ითხოვს. შეხედე, სველია და რაღაც მორებს ეხუტება. მართალი ხარ, იქნებ ხაფაკში გაება. მაშინ უნდა გადავარჩინოთ. მე მგონი ფოტოზე ტყის ტბა. რომ დაიხჩოს? იქ გავიქცეთ ჩქარა. გამარჯობა. სად მიიჩქარით? ზერი უნდა გადავარჩინოთ. გავიქცეთ, გზაში მოგიყვებით. ზერა მოხდა. წვიმას უღებდი ფოტოებს, ხალმა კი ყველაფერი დატბორა. დაი, რა მოხდა? ძალიან მიხარია რომ მოხვედით, გადამარჩინეთ. გეგმა მაქვს. აქედან წყალი ტბორში უნდა გავიყვანოთ. არხს გავთხრით. წყალი გავა და ამოგიყვანთ. ყველას უნდა დავუძახოთ. მე და კატია დანარჩენებს მოვიყვანთ თორი და ტრაქიკი შენთან დარჩებიან. რატომ ველოდოთ დანარჩენებს? ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ყველაფერი. მართალია. როგორ გაუკვირდებათ? ჩქარა, იქით. წყალია. ჩვენ მხოლოდ არხი და წყალი წამოვიდა. გვეგონა, კარს გავაკეთებდით, მაგრამ წყალი უცბად მოვარდა. ზედად ბორისკენ კი არ უნდა გაგეთხარათ არხი, არამედ ქვედა. ეს ზიარჭურჭლის პრინციპია. წყალი ზედადან ქვედაში მიედინება. პეტი ახსნის დრო არ არის, ზერი უნდა გადავარჩინოთ. გეგმა შემდეგია. ბულ და თორ არხი გადაკეტეთ. სასტრაფოდ. სანამ ზერის თავი ჯერ კიდევ წყალს ზემოთა. თავს ძლივს ვიკავებ. ტურბოზავრებო წინ. მე რა გავაკეთო? ანკი ამ მორებს მოგაწვდის, შენ კი კაშხალი გაამაგრე. მე მგონი მოვასწარით. ვაშა, ზერი გადავარჩინეთ. არ ვარ დარწმუნებული. მინდა და გამემხნევებინე. გმადლობ, მხნედ ვარ. ახლა ქვედა ტბორისკენ წყალს აგდები არხი უნდა გავთხაროთ, რომ წყალი გავიდეს. საქმეს მივხედოთ. მოიცადე. გეგმა ასეთია. ჯერ მორებისგან ტიხარს დავდგამთ, მერე კი ახალი არხის გათხრას დავიწყებთ ქვედა ტბორისკენ. თავარია რომ დაქანება იყოს. გასაგებია? მაშინ ტურბოზავრებო წინ! აი იქით, უფრო ხრმად გათხარეთ. ახლა კი იქით. აი ასე. ყველაფერი მზად არის. ახლა მთავარი უნდა გავაკეთოთ. ტიხარი მოვაშოროთ. შეიძლება მე მოვაშორებ, გთხოვთ. ვაშა, წყალი გადის. ზიარჭურჭლის პრინციპით გადის. თავისუფალი ვარ. იდეა მაქვს. მინდა ჩემი მხსნელების საერთო ფოტო გადავიღო.
ო არა, ოღონდ არ იწვიმოს. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.